ნებისმიერ ასაკში საჭიროა ეს ემოციური კონტაქტი და ჩართულობა ბავშვთან თავისთვის არის, ბავშვი სადღაც მანეშია თავისთვის, ეს თავისთვის არის. იქაც ბავშვი გზნობს, რომ ის უარყვეს. ამ თქვა თვეების არის ბავშვი და გავიდა როგორც წესი, ახლა გადიან 6 თვის ბავშვს ტოვებენ და ვერ ცვლის დედას, ვერც ძიძა და ვერც ბებია და ვერაფერი ვერ ცვლის, ხო? ეს ვიცით, ერთი სისტემაა დედა და შვილი და გავიდა სამსახურში და ეხა ბავშვს 5 თვის და 6 თვისაც როგორ აუხსნი, რომ იქ დეკრეტი დაუმთავრდა დედას? ის უარყვეს. იმან იგრძნო რომ უარყვეს. მანამდე რომ მთელი დღე დედასთან იყო და ერთის ის იყო სისტემა, ეხა უცებ ძიძა შემოვიდა ვიღაც უცხო, ხო? არ ვიცი ვიღაც ბებია, ხო? არა აქვს მნიშვნელობა. ვერ აუხსნი ბავშვს, ხო? და ასე შემდეგ. ხვდებით დაახლოებით რა შეიძლება მოხდეს. აუცილებლად ვემხრობი რომ როგორც მამა ისე დედა უნდა მუშაობდეს. აქ თქვენ რაც თქვით რომ 6 თვეში რო გადის დედა პროტესტი შეიძლება გაუჩნდეს, აბა რა ვქნა უნდა ვიმუშაო. და ბავშვი გამოდის უარყოფით, როცა დედა გადის. უარყოფის ტრავმას იღებს, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება რომ გამოასწოროს, რომ არ დაიტრამოს სიტყვაზე, მაგის შეშობა. აი, მაინც დაიტრამა, თუ 6 თვის ასაკში გავიდა, აი, რაც არ უნდა ქნას დედამ ტრავმა მიიღო ბავშვმა, იმიტომ ვერ უხსნე იმას, რომ ის სამსახურში წავიდა. ის აღარ არის, იყო და აღარ არის. როცა ერთი სხეული იყო, ერთი ორგანიზმი იყო. ამიტომ წლამდე აუცილებლად აი განუყრელად ბავშვთან უნდა იყოს. და მე ეს ტრამვის ზომა იკლებს თუ ანუ აცნობიერებს ბავშვი რომ უკვე სხვა საჭიროებებიც არის და შეიძლება დედა დაშორდეს რაღაცა დროით. ხო, იცით რა, მე უკვე იმ უარყოფის ტრამვას სავარაუდოდ აღარ მიიღებს. 1 წლის მერე. რა თქმა უნდა, ან უფრო ნაკლებად გაცილებით, ვიდრე იმას გაცილებით, ძუძუზე რო ყავს. ძუძუზე ყავს წარმოიდგინე და იწველიან და იმას ტოვებენ და მე იმას აჭმევენ ბავშვს, ძალიან ის არის.